ნუ გადაიღო ამერიკაში გავიდა, შეუკვეთა თითო რეჟისორი ყოზე. მერე ჩამოიტანა ეს ფილმი ერთში იყო და პოლიტბიუროს წევრები დაპატიჟა საერთოში და აჩვენა ეს ფილმი. ნუ მაგას ეგონა ეხლა ტაში და ვაშით შეხვდებოდნენ. და ძალიან გაკვირვებული გამოვიდა რომ სულ ყველა გამოვიდა აი შენი პიჯაკისფერი იყო, გაშაებულები იყვნენ სულ ყველა. ეშინოდათ რომ ამათ ხო იცოდე რა იყო ეს ვიშინსკის ჩვენებები და ისინი რომ მაგას ნახეს რომ ამათაც ეს ღელოდათ. აი და შემდეგ ეს თემის ოსტრამშიც იყო. ოსტრამშიც იყო და კიდე კაი ესე იგი ტრუმენი ცოტა ჭკვიანი აღმოჩნდა, ეს ადვოკატი იყო მას. ჭკვიანი აღმოჩნდა და ესე იგი არ უგდებდა ყურს. თორე ყოველ წუთში იმას რომ სტალინი მოიღუσα, მოეფერე. სტალინმა კარგი შეკრა, რაღაცა შეპირდი. აი დილეტანტიზმი რა არის პოლიტიკაში. ამიტომ აი აქაც ეს დილეტანტიზმი არ არის ეს აი ესეთი კეთილი მსახური. სადაც ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, აი დილეტანტიზმი რადგან ვისაუბრეთ, ახლა ქალბატონი ნატომ მამუნათებს ნაცნობრობის უწიგნურობაზე დამეწურეთ. მე უსაფუძვლოდ არაფერს არ ვამბობ, სუგნებოდ ქალბატონო გადაიკითხეთ, შენ საჯაროში ნახეთ ალიას მონალიზები ქალბატონმა ნატომ მისაყვებურა ნაცნობრობის ციგნერებაზე. იმდენი კანონ შემოქმედებაში, იმდენი სისულელები დაუშვეს ამ 5 წლის მანძილზე, ჟურნალისტები უსწორებდნენ აქ სისულელები წერიათ, აქ წინააღმდეგობრივი ხარ და მე ამ უწიგნურობას გულისხმობდი, რომ ალიას რედაქტორ ჟურნალისტები უფრო ესე ვთქვათ კომპეტენტურები იყვნენ განშემოქმედებაში ვიდრე ნაცნობრობის დეპუტატები, რომლებმაც ათობით და ათობით შეცდომები ეპარებოდა სულ კანონების მიღებისგან და შემდგომში უკანა რიცხვით ასწორებდნენ. ამ მოტივით თქვი მე და რა იმითით ამბანე დღეს ცოტა შემაციცე აქვს. რეკლამაზე გავიდე და შემდგომ გავაგზავნე საუბარი გადავსვეთო. რეკლამაა ჩვენ ეთერში. ჩვენი ასებეთი არ გიხოთ მე სქემატურად ვადევნებ თვალყურს თქვენ გამონათქვამებს და უცნაური მოლოდინებია, ახალი ბელადების, ახალი ღმერთების, ნახევრად ღმერთების, ნახევრად კონსულების, ან კონსულების ხეთიაზე მაინტერესებს ეხლა აი პრინციპში საბოლოო ჯამში ალბათ სასარგებლო იყო იგივე ახლებისა და რესპუბლიკელების დაჯგუფება ერთად, მაინც მემარჯვენე იდეოლოგიის გამყარებლები და მატარებლები არიან და იგივე დაუშვათ მათი კეთილგანწყობილი ზერა ბატონი ალასანიას ასე ვთქვათ სალიდერო თუ საპრეზიდენტო რესურსისადმი. თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? ხო, ნახევარღმერთებზე დამახსენდა ჯეფერსონის სიტყვა, რა ეს ფილადელფიის ეს კონგრესი რომ ნახავთ, ეს არის ნახევარღმერთების შეკრება, რა რუსულ თარგმანში ეტყვის საბრანი პოლუბაგო. აი ნუ ეხლა მეთმაკნა ჩვენთანაც ვნახოთ ეხლა ეს შეკრება, მაგრამ რა არის ეს? კარგი გაიხსენეთ. იქაც ხო მთელი 13 შტატის მოწინავე ლიდერები შეიკრიბნენ. ხოსოს განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ საერთოდ საფრთხემ გაერთიანეს. აბსოლუტურად სწორია, კი. აი ჩვენთან არა იგივე ახლები და რესპუბლიკელები. ახლა რესპუბლიკელები ეს მოდი ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე ვეტყვი. რესპუბლიკელების ტრაგედია რა არის იცი? იმათ დროს გაუსწრეს. აი დროს გაუსწრეს. დროს გაუსწრეს, ესე იგი დღევანდელი ქართული საზოგადოება არ არის მზად. ეს საზოგადოების ნაკლია, რომელიც ბუმერანგივით უბრუნდება პარტიას. არ არის მზად. შეიძლება ერთი 20 წლის მერე, 15 წლის მერე. შეიძლება 2 წლის შემდეგ. შეიძლება მართლა 2-3 წლის მერე გეუბნები ძალიან ეს სწრაფი ტემპით იზრდება. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ აი მასა, ქართული მასა. და არ მინდა ცოტა კლინებითი ტერმინი ვიხმარო კიდევ მეტი. აი მასამ როდის იქნება მზად აი ესეთი ინტელექტის გასათავისებლად. რომ გაითავისო ის ინტელექტი, რომელიც აკუმულირებულია დღეს ამ პარტიაში. აი ამ პარტიაში. ეგ ჩემთვის მაგალითად არა
პირდაპირ ეხლა ახლო მეგობარი არ არის და ვერაფერს არ ვიტყვი, ესე იგი ამ ხრივ, მაგრამ აი სიამოვნება არის, როდესაც ლევან ბერძენიშვილს უსმენ. სიამოვნება არის, აი ყველა მხრივ, აი როგორ გითხრა ესე იგი, აი ყველა ფიბრებიდან რო ინტელექტი გამოდის. Ну, შეიძლება ეხლა მე მიკერძოებული ვარ, კიდე გეუბნები, თუმცა სპეციფიკატიურობა, მაგრამ დამბაჩა გასაგზავნი მარკაზზე ბოკერია რო გამოზარდა. არა დამბაჩა. ну, ეხლა ეს რაკნა ეხლა შეიძლება დინდა მიიყვანო, რომ სასიკვდილო მე ვარ ხოლოთო, ემარე თავი მოიკლას თუ რაკნას ეხლა მაგის გამო. აი ეს არის, მაგრამ აი გაერთიანება პარტიის. ჩვენ ხო გვაქვს უკვე ერთი აი ახლა წეგნი გაიწერება ალბათ პარტიების გაერთიანება გაშლებს. ჩვენთან პარტიები 90-იანი წლების შუა პერიოდიდან არა როგორ რეჟიმში ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, რა. საუზმე სადილე ვახშამი. საუზმეზე გაერთიანდებოდნენ, სადილზე დაიშლებოდნენ, ვახშამზე იწყებდნენ ახალ კოალიციას. რა ხდება, ბადოსოსო, ვალი მაგიდას ესე არისო. ეს მე იმ კახელის ხარიყოს მე გამაადგა ესე იყო ყოველდღე დინამიური პროცესია პოლიტიკა და აი დინამიური ყია, მაგრამ დინამიური მაშინაა, როდესაც ეს აი ვიდის ერთ კონსტრუქციაში მიდის დინამიური, მაგრამ როდესაც ნახტომებია აქეთ, იქით, ყველაფერი, მაშინ უკვე ეს დინამიზმი აი მარგით ქმედების კოეფიციენტი იკარგება ამ დინამიზმის. აი ეს არის ხო. ამ ორი პარტიის გაერთიანება რასაკვირველია, კარგია, როდესაც ორი მართლა რეალურად ინტელექტუალური ძალა ერთიანდება. და მოყავთ, ესე ვთქვა, პირდაპირ ვარიანტი. მოდით ვიცით, რა თქმა უნდა, ვარიანტი ეხლა. ვარიანტი და ცუდი ცნება სულაც არ არის. ხო, ვისმეს არ ეგონოს, რომ ეს კნინებითია და ვარიანტები, მაბატეა, ვარიანტი ძალა მოყვებოდა. კი, ამასაც მოყვება. არა, ამასაც მოყვება ძალა, ამის ძალა არის თავისი ავტორიტეტი. ვისი? ალასანიას. ალასანი და მოლოდინი, ის მოლოდინი, რომელიც დღეს უკვე ქართულ საზოგადოებაში არსებობს. ეხლა შენ წერა თქვი, რომ აი ჩვენ სულ ვიღაცას ველოდებით. ეხლა შეიძლება ეს მოლოდინიც, რა, ну, ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგიც იყოს, გარკვეულ წილად. მაგრამ ახლა აქ ერთი საკითხია. მე არ ვიცნობ ეხლა ახლო ალასანიას და ვერ ვიცნობ, მაგრამ იგივე რესპუბლიკური პარტიის ეს ინტელექტუალური ლიდერები, იგივე ახალი მემარჯვენეების ინტელექტუალური ლიდერები. აი 100% დარწმუნებულნი არიან, რომ ალასანი არის მათი ფასეულებებისა და ღირებულებების ადეკვატურად მატარებელი. აი ამის გარანტია არსებობს. მე მაგალითად ამის გარანტიას აი დღეს ვერ ვხედავ ამის გარანტიას. აი ვერ ვხედავ ამის გარანტიას. იცი, რო არსებობს. ხო, ამ ორ პარტიამ ნახავთ თითქოს გამოსავალი, რომ აი მოდით მოვიყვანოთ ვინმე ესეთი, ვისაც ავტორიტეტი აქვს. არა, ალასანიას ავტორიტეტი რა არის? მოლოდინი მხოლოდ. აი მოლოდინია რა. ესე იგი, ეს მოლოდინი რა არის? მოლოდინი არის თამასუკი, რომელსაც უნდა გამართლება შემდეგ და განაგდება უნდა. ჩვენ არ ვიცით დღეს. ვიცით, რომ ალასანი არის სუფთა. ვიცით, რომ ალასანია ჭკვიანი ბიჭია, იმიტომ რომ ასე იგი არსად არ ვთქვათ, აი რუსები ამობენ მიზას ვიცით მიგზე. აი ეს ვიცით ყველაფერი, მაგრამ ალასანიას პრინციპები, ფასეულებები, ღირებულებები, მისი შეფასებები, ჩვენ ამაზე საუბარი ხდება გაზეთებში. გაზეთებში რაიმე არ ვიცით, ჩამოვა დეკემბერ, ამ დღეებში უნდა ჩამოვიდეს. გადაიდო. ჩამოვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ აი ბულდოგის ხვაკის პროცესზე რას მოეშვები, სანამ აქ არ მოიყვან და აქ არ გასვა. არა? დიდი სიამოვნებით მოусმენ მე. და მე გიჩერდი და თქონდი კიდეც, რომ აი ეს ორივე 7 და 9-ზე ორივე საათ მაგას დავუთმო. მაგას დავუთმო, რომ აი გააცნო. ხო, შენ უბრალოდ შენ შეიძლება ეხლა კონდე სერიოზული მისია, რა იცი, რომ ქართულ საზოგადოებას გააცნო ნამდვილი ალასანია. ესე იგი, არა ის მოლოდინი რაც არის.